მიმდინარე წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.6% შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენა მოახდინა ისეთმა სექტორებმა, როგორიც არის კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვეო სექტორი. თუმცა კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამშენებლო და დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით. პრინციპში ეს მოულოდნელი არც იყო, ეს გახლავთ ის დარგები, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის დინამიკას თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვან საინვესტიციო შემოდინებების დეფიციტს განიცდიდა და ეს გასაკვირი ალბათ არავისთვის იყო. ამ და სხვა ძალიან საინტერესო დეტალებზე უკვე ჩვენ სტუმართან ერთად გავაგზავნებთ საუბარს. ვასილ რევიშვილი, ფინანსისტია ჩვენთან ერთად. ბატონო ვასილ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დღევანდელი მონაცემების ანალიზით დავიწყოთ 6.6% ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრინციპში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ამის მიუხედავადაც ვერ მივახციეთ იმ ნანატრ ინკლუზიობის მაჩვენებელს, რომელიც ალბათ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს და რომელიც ალბათ გამოიხატება იმ სიტყვებში, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ რატომ ვერ ვგრძნობთ. რამდენად საკმარისია ეს მონაცემები და ეს მაჩვენებელი ინკლუზიობის მისაღწევად? ხო, პირველ რიგში ინკლუზიურობის მისაღწევად ჩვენს ქვეყანას თავგადავანებოთ. გაცილებით ძლიერი ქვეყანაა საჭირო იმისთვის, რომ ინკლუზიურობის ასე ვთქვათ, საზომი, ხო, ჯინის კოეფიციენტი თუ რაღაც სხვა იყოს ადეკვატური, რატომ? ვინაიდან იმისთვის, რომ ვთქვათ, იგრძნოს ყოველმა მოქალაქემ ეკონომიკური ზრდა, ანუ მოხდეს ეს, ასე ვთქვათ, ჩანჩქერის ეფექტს ვეძახი ამას, ამისთვის ეკონომიკა ძლიერი უნდა იყოს. მეორე, შესაძლებელია ინკლუზიურობის მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ განვითარდება ეს უკვე უარყოფითი მხარეა, ის სექტორები, რომელიც მოითხოვს ნაკლებად ეფექტურ, მაგრამ მრავალი ადამიანის ჩართულობას. ხო, მაგალითად სოფლის მეურნეობა, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის, რატომ ამბობ, რომ ეს პრინციპში კარგია, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა, განავითაროთ ნიშური, თუმცა ასე ვთქვათ, ფართოდ რაღაც სასოფლო სამეურნეო ქვეყნად ქცევის ფუფუნება ჩვენ არ აქვს, იმიტომ რომ ელემენტარული მიწა არ გვაქვს. ნამდვილად. ბატონო ვასილ, ესე იგი ჩვენ ვახსენეთ დასაწყისში სექტორები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი, იგივე საფინანსო სადაზღვეო მიმართულება, თუმცა ეს არის ის დარგები, პრინციპში, რომლებიც დოვლათის შექმნის თვალსაზრისით შედარებით ნაკლებ პროდუქტიულებია. აი იმ ზემოთხსენებული ინკლუზიობის ნაკლებობის თვალსაზრისით რამდენად არის ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი? კი, ზუსტად ეს ვიგულისხმე. ანუ საპირისპირო მაგალითს მოვიყვანე, ხო, ეს არის გინდა კომუნიკაციები, გინდა ვთქვათ ფინანსური სფერო პირველ რიგში, ეს არის ვთქვათ ნაკლებები ადამიანის მან დასაქმებით მიღებული, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ზრდა, ხო? გაცილებით მაღალი არის, ასე ვთქვათ, თითოეული ადამიანის ეფექტი, ასე ვთქვათ, ასეთ სფეროებში, შესაბამისად, პირდაპირ ვთქვათ ამ ადამიანების დასაქმებით, ან ვთქვათ, მათი ოჯახისთვის საკმარისებული გამომუშავებით, რა თქმა უნდა, ინკლუზიურობა ვერ მიაღწევა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ საჭიროა ვთქვათ, ამ და სხვა სფეროების კიდევ უფრო გაცილებით მეტად განვითარება იმისათვის, რომ ვთქვათ, ეკონომიკას დაეწყოს. თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ ადამიანებმა დაიწყონ ხარჯვა, ასე ვთქვათ, სხვა სფეროებში. კი ბატონო. ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც შემცირების მიმართულება ქონდა, ეს არის დამამუშავებელი მრეწველობა და მე დასაწყისშიც ვახსენე, ეს არის დარგი, რომელშიც ბოლო წლების ტენდენციას თუ შევხედავთ, ინვესტიციების ნაკლებობა შეინიშნება საკმაოდ მნიშვნელოვანი. თუმცა ინვესტიციების დეფიციტი ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ქრონიკულ პრობლემად იქცა. ძალიან საინტერესო არის ამ გადმოსახედიდან რა არის ამისი მთავარი მიზეზი და გარკვეულწილად ქრონიკულ დაავადებად რატომ გადაიქცა ეს ჩვენი ეკონომიკისთვის? კი, ნახეთ, ჩვენ როცა ვამბობთ კლებას, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ჩამოთვლილი სექტორები არის ყველა ის სექტორი, რომელიც შეადგენს ჩვენს ეკონომიკას, ხო? ფინანსური სფერო, კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა. ხო, ეს არის, ასე ვთქვათ, ტოპ 5-ეული თუ არა, ტოპ 7-ეული მაინც არის, ვთქვათ, ჩვენ ეკონომიკაში. შესაბამისად, თვითონ იმის თქმა, რომ ვთქვათ, პირობითად მშენებლობამ დაიკლო, ან გადამამუშავებელი მრეწველობის ზრდამ დაიკლო, ან უარყოფითი ზრდა არის, არ ნიშნავს, რომ ის გაქრა. ხო, ის კვლავ ერთ-ერთი მთავარი სექტორია. რაც შეეხება ინვესტიციებს, თუნდაც ინვესტიციების ჩამონათვალში, ვთქვათ, ყველა მათგანი შედის, თუმცა სხვადასხვა წარმატებით, ხო? თუ ფინანსური სფერო წმინდა, ვთქვათ, დათვლის თვალსაზრისით ყოველთვის ყველაზე დიდი წილის ფლობელია, ხო, რატომ? დათვლის თვალსაზრისით გულისხმობ, იმიტომ რომ რეინვესტიცია ითვლება ინვესტიციად, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ვიცით მეთოდოლოგია. ტექნიკურად კი ბატონო. ხო, ვიცით მეთოდოლოგია და ვიცით რა ასეა. ამიტომ ფინანსური სფერო ყოველთვის მაღალია. მაღალი არის, თქვათ, მშენებლობაც, თქვათ, სხვა დანარჩენთან და გადამამუშავებელი მრეწველობაც, მაგრამ თუმცა მთლიანი, თქვათ, დოლარში გაზომილი ეს ციფრები არც ისე მაღალია. ახლა რაც შეეხება ინვესტიციის რაოდენობის არაადეკვატურ თუ არასათენადო ზომას, ნახეთ მიზეზი უამრავია, ხო? პირველი, ვთქვათ, რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ვეცადოთ გავშალოთ რა იწვევს ქვეყანაში ინვესტიციის შემოდინებას. მოდით დავიწყოთ გარე ფაქტორებით. გარე ფაქტორები არის, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ხელს არ გვიწყობს. გარე ფაქტორი არის, ვთქვათ, გლობალიზაცია, რომელიც ხელს გვიწყობდა 2000-იან წლებში. დღეს არ გვიწყობს ხელს, იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, ფაქტია, რომ იმძლავრა, ასე ვთქვათ, ამ ცოტა ნაციონალისტურმა მიმართულებამ, თუმცა პოლიტიკაზე მე არ საუბრობ. და შემდეგ შიდა ფაქტორები ეს არის შიდა გარემო, რაც შეეხება, ვთქვათ, კანონმდებლობას და ამ კანონმდებლობის წინასწარ განსჭრეტადობა, რამდენად ადვილია პროგნოზირება იმისა, რა მოხდება ხვალ, რაც კვლავ საკმაოდ რთულ სიტუაციაში გვაყენებს. მეორე არის, ვთქვათ, თვითონ ეკონომიკის მზაობა ამ ინვესტიციისთვის, კიდევ ერთხელ თქვენ თვითონაც აღნიშნეთ და შემთხვევითი გამომშავებელი მრეწველობა შეიძლება საინტერესო სფერო უკვე საერთოდ არ იყოს, ხო? როდესაც ვთქვათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადასულევარ, ვთქვათ, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური დეკადა მაინც აგვაქვს თუ არა უფრო გრძელი პერიოდი და ამ დროს შევახვედრებთ ნუშის, ასე ვთქვათ, პლანტაციებს, რომელიც ნაკლებად საინტერესოა და მესამე შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მცდელობა, რომ ინვესტორები მოიყვანოთ, ხო? მანდაც ორი რამეა. ერთი არის კერძო სექტორი, მაგრამ აქ კვლავ სახელმწიფო სექტორი და სახელმწიფო სააგენტოები და ტრადიციულად უნდა აქტიურობდნენ ამისთვის. ხუთი ჩამოთვლილი ფაქტორიდან ხუთივეში მოიკოჭლებთ. ესაბამისად, არც უნდა გვიკვირდეს, რომ ინვესტიციები ის უნდა გვიკვირდეს, რომ ამდენი შემოდის. საინტერესო გარემოებას შეეხეთ და ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ. მცდელობები რომ წარმოადგენილოთ ჩვენს მაყურებელს, დაახლოებით როგორ გამოიყურება დღეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა. ეს არის გარკვეული რაღაც დინებას მიყოლილი პროცესი თუ როგორ გამოისახება დღეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა? არის ახლა ესე ღრმად და ყველა წყარო, რა თქმა უნდა, არ გადამიმოწმებია. შესაბამისად, ვთქვათ, ამ შემთხვევაში არა პროფესიონალურად, არამედ უფრო მოდი ასე ვთქვათ, მომხმარებლის თუ ობივატელის დონეზე გიპასუხებ, ნუ ჩვენ საინვესტიციო პოლიტიკა ალბათ უფრო არ არსებობს. და ყველაზე კარგ შემთხვევაში თქვენ როგორ ბრძანეთ, ალბათ უფრო მაინც დინებას მიყვება, იმიტომ არ მგონია, რომ ვინმე იყოს, ასე ვთქვათ, ბოროტი, თუნდაც ვთქვათ, ხელისუფლებაში. რომ ვთქვათ ძალით უარი თქვას ინვესტიციაზე. თუმცა ამის პოლიტიკის არარსებობის გამო, რა თქმა უნდა, არც ასე ვთქვათ პრიორიტეტებად არის ახება ეს სფერო. ხო, დღესდღეობით არც სააგენტო მუშაობს, არც ვთქვათ ერთ-ერთი აწარმოებს საქართველოში, რომელიც ინვესტიციების მოზიდვა არ არის, უფრო ვთქვათ ადგილობრივი პატარა და საშუალო და მცირე საწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფოებს ემსახურება, თუმცა ვთქვათ გარე ინვესტორების შემოყვანა, ხო, აი არაჩვეულებრივი მაგალითია Nvidia-ს სომხეთში შესვლა. შეიძლება ეს არ იყოს რაღაც საოცრებას არ დაატრიალებდეს ქვეყანაში, ვინაიდან ეს მაინც უფრო ვთქვათ, ეს ვთქვათ, კვლევის ლაბორატორია და არა რამე დიდი ქარხანა, რომელიც რაღაც. მაგრამ ელემენტარულად know-how-ს გადაიტანს ერთი და მეორე სუფთა იმიჯურად არაჩვეულებრივია ქვეყანაში. მსგავსი რამე ჩვენთან არ ხდება, ხო? მსგავსი რამე არ ხდება, რომ მივიდნენ თუნდაც იმ დიდ ან უზარმაზარ საწარმოებთან თუ კომპანიებთან და რაღაც მეთოდებით, რაღაც დაყვავებით, რა ვერცი, ყველანაირად მოზიდვით, თუნდაც ვთქვათ, გადასახადების რაღაც გადასახადების ოპტიმიზირებით შემოვიყვანოთ ერთი ან ორი ესეთი კომპანია, რომელიც უკვე კვლავ გამოიწვევს შემდეგი კომპანიების ელემენტარულად რადარზე გამოჩენას. ბატონო ვასილ, ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან საინტერესო და მე ვიტყოდი ამომწურავი ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ვასილ რევიშვილი, ფინანსისტი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით საინვესტიციო და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.